ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს დებატებს გამართავს და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ მომზადებულ ანგარიშს კენჭს უყრეს. თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი არიან. ასამბლეა აღნიშნავს, რომ წინა რეზოლუციების მიღების შემდეგ საქართველოში დემოკრატიის გაუარესება გაგრძელდა და ხელისუფლებამ არც ერთი რეკომენდაცია არ შეასრულა. დოკუმენტი მოითხოვს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივის და მათი ლიდერების, მათ შორის ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ასევე რეპრესიული კანონების გაუქმებას, როგორიცაა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონები და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიების დასრულებას და საგანმანათლებლო რეფორმების გამჭვირვალე მართვას. მოთხოვნებს შორის არის დემონსტრაციების დროს პოლიციის ძალადობისა და წამების, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სანდო გამოძიება. ასევე ანგარიშში მოთხოვნილია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება და ღია პოლიტიკური დიალოგის დაწყება ჭეშმარიტად დემოკრატიული გარემოს აღსადგენად. რეზოლუციაში მოყვანილი ფაქტები, რომ დღეს საქართველოს მართავს დიქტატორული რეჟიმი, რომ დღეს დე-ფაქტო რეჟიმი დევნის პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არასამთავრობო სექტორს, ტელევიზიებს, პროტესტანტებს, რიგით პროტესტანტებს და ასე შემდეგ, ეს ყველა პოსტულატი გამტკიცებული არის იმ ანგარიშებში, რომელიც მოცემული არის საერთაშორისო ინსტიტუციების მიმართ საქართველოსთან დაკავშირებით. ქართულ ხალხს არავის რეზოლუცია არ გვჭირდება იმაში, რომ ჩვენთან ყველაფერი უარესდება. ამის გასაგებად. მე მგონი რეზოლუციამ რომ არ თქვას, ჩვენ არ ვიცით, რომ ტროტუარზე დგომის გამო ხალხს იჭერენ. რეზოლუციამ რო არ თქვას, არ ვიცით, რომ არსებობს ასე ძახიან სკროლვა სკრინვის სააგენტო, რომელიც Facebook-ზე დაწერილი პოსტების გამო ხალხს აჯარიმებს და აწვალებს სხვადასხვანაირად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციას უნდა შევხედოთ მეტი დაფიქრებით, არა იმ გაგებით, რომ ამას ჭკუას გვასწავლიან ევროპელები, არამედ გავიაზროთ თუ რა შარში ვართ. ჩვენ მოველით კიდევ ერთ ძალიან მწვავე ანგარიშს და ამასობაში ქვეყნის შიგნით ვხედავთ, რომ რეჟიმი ვითარებას მხოლოდ აუარესებს, მხოლოდ უარესი ესკალაციისკენ, უარესად გამოუვალი სიტუაციისკენ მიყავს ყველაფერი და ეს არის პირდაპირ გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რამაც საქართველოს მოაქცია იზოლაციაში, რამაც ეს რეჟიმი მოაქცია იზოლაციაში და რის გამოც ეს რეჟიმი კიდევ ძალიან ბევრ ძალიან მტკივნეულ დარტყმას მიიღებს, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებს დადებითი კუთხით, რაიმე შესაძლებლად არაფერს არ აკეთებს. დეესკალაციისთვის თავად ოცნება არის ჩაკარგული თავის ტყუილებში ახლართული და ბუნებრივია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება დააშოროს საქართველოს ევროპულ მომავალს. ამ რეზოლუციიდან ჩვენ უბრალოდ ბუნებრივად არ ველით არაფერს პოზიტიურს, იმიტომ რომ თავად ოცნებას არ გაუკეთებია არაფერი იმისთვის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შესრულიყო. ისინი პერიოდულად იმეორებენ ხოლმე ასეთი ტიპის რეზოლუციებს და მათი მიზანი არის, რომ მუდმივად დაძაბულ სიტუაციაში ამყოფონ საქართველოს და თითქოს თავის მართლების სიტუაციაში. მათი თვითონაც იციან, რომ ეს ზემოქმედებას ჩვენ ხელისუფლებაზე ვერ მოახდენს, რომ კურსი შევცვალოთ და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რამე ნაბიჯი გადავდგათ, მაგრამ აი ეს საინფორმაციო წნეხის ქვეშ ყოფნის გამო მუდმივად იმეორებენ ხოლმე ასეთი ტიპის რეზოლუციებს. რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ ჩვენი ეროვნული ინტერესებისგან არ გადაუხევთ არც ერთ შემთხვევაში.